გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. დღეს მინდა ისევ გავისეირნოთ ცოცხალ თბილისში და კინტო და ყარაჩოღელი მოვინახულოთ ისევ ჩვენს დიად იოსებ გრიშაშვილთან ერთად. კინტო ყარაჩოღელი, ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ ძველი თბილისის სინის შენაჩუნებისათვის ამ ორ ტიპს განვაცალკივებთ. კინტო და ყარაჩოღელი სხვადასხვა ჯურის ხალხია. კინტო უკანასკნელი დროის ცხოვრებია გაქსუებული დაღლარა თახსირი. მოკლედ აი სიტყვებით ესე იგი ეს თბილისური სიტყვათა ჯაზი ესე რომ ვთქვათ, ну აი არ ვიცი ესე იგი აღმართოვანებს რა. აი მთლიანად იმეორებს აი მის განცდილს ნანახს ვინც იყო იმ ეპოქაში. აი როგორ გადმოგცემს ამ სიტყვებით, აი ღერის თითქოს რა, ყველაფერია რა აი ამაში ეს თითო აი თახსირი მაგალითად რა. ესეც სპარსული სიტყვა თუ არ ვსდები. ერთი სიტყვით კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა. მშვენიერია რა. ყარაჩოღელის გადაგვარებული მოდგმაა. ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, აი სიტყვა ნამდვილად არ ვიცი რა, არ უნდა ვნახო ერთი. გულმართალი, პატიოსანი და რაინდი. კინტო თვალმანკიერია, თვალმანკიერი, ესე იგი, როგორ შეიძლება ეს დავინახოთ, აბა თვალმანკიერი, ესე იგი, ცუდისკენ იყურება ალბათ ან რაღაცა ბოროტება უდევს ალბათ შიგნით და ეშმაკები უთამაშებს და გულხენეშია ეს ხენეში და გული აი უკვე ამას თარგმანიც არ უნდა არც ერთ ენაზე ალბათ ნებისმიერი უცხოელი ამას რომ მოისმენს არა ეგრევე მიგდო გულხენეში რაღაცა გულში ხენეშია რა კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს რომელშიც ვაშკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, ხარბეჭიანი, ბრძი და პირბუდაღი. აი პირბუდაღი კიდევ. ეცაც, გასაოცარი სიტყვა, პირბუდაღი. ყარაჩოღელი და კინტო თვით ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ყარაჩოღელი, ანუ ყარაჩოღელი ნიშნავს შავჩოხიანს. მაშინ სადამე ყარაჩოღელს ეცვა ნებამიბოძეთ მათი გარდერობი, ხო? ყარაჩოღელი, ანუ ყარაჩოღელი ნიშნავს შავჩოხიანს. აი ეს აღწერილობა თვითონ ჩაცმულობისა რა ის ძალიან ესეთი სიტყვებია აღწერის რომ ბევრი რამე მეც არ მესმის და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოვიწვიო სანამ ჯერ კიდე არიან ამის ცოდნეები რა რას ნიშნავს აი მაგალითად ორჩაქიანი ჩოხის ნაპირებზე მოღლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში და ასე შემდეგ და კინტო ესე იგი ნიშნავს კინწით ანუ კისრით თაბაღის მზიდველს, კვინტი ძველებურად კუდიანებსაც ნიშნავდა თუ. კინტოს აწვია ჩითის პერანგი, ნუ ეს გასაგებია ჩითი, წინწკალ შეყრილი და მაღალ საყელოიანი, რომელსაც შესაკრელი გვერდზე აქვს. მარცხენა მხრით, რატომ მარცხნიდან არა მარჯვნივ, ეგეც ალბათ სიმბოლური იქნებოდა. საყელოზე 4 ხილი აკვრია, მაგრამ საკინძზე ყოველთვის ჩახსნილი აქვს. აწვია შავი ნაშური სახალუხი, ეს ნაშური არ ვიცი რას ნიშნავს. რომელსაც იშვიათად ხმარობდნენ მაშინ ასე ლასტიკის განიერი შარვალი ლასტიკიც ალბათ ელასტიკი არ უნდა გვეგონოს რაღაცა უფრო ვიციოთ შედარებით ფარცხუნა უნდა ეცვას როგორც მე მინახავს ან და შეიძლება იყოს უფრო ეგეთი არ ვიცი ეს გასარკვევი რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს თავზე ქეჩის ქუდიან კიზიროკიანი შლაპკა ფეხზე უქუსლო ჩუსტები საგარეოდ გარმონისებურ ეგრეთ წოდებული დაწყობილი ჩექმები ეცვათო გულზე საათი ძეწვით, წელზე აბრეშუმის სარტყელი და ასე შემდეგ. ყარაჩოღელის ხმა ტყრილი ყოფილა და შთამბეჭდავი. კინტოს ხმა ხრინც მოკიდებული და ხმელი. ნუ რა საშინელებაა წარმოვიდგინეთ რა. ხრინც მოკიდებული და ხმელი. ნუ უნდა განასახიერო ეს არ ვიცი. ყარაჩოღელის მიხრა-მოხრა მტკიცეა. კინტოსი ოკრობოკრო. ყარაჩოღელი თვითქმნის სიტყვის შედევრებს. კინტოს ამ სიტყვებსაც ამახინჯებს. ესე კინტო ანუ პლაგიატია გადააქვს და მე დამახინჯებული ფორმით ალბათ მიაწვდის თავისივე ესე ვთქვათ საზოგადოებას თავისივე ნაირებს. ყარაჩოღელი მღეროდა მაგალითად ასე. გამიფრინდა სიხარულის ფრინველი მიზეზისა გამოსხვისა და სხვისა. კინტო მღერის არღანჩიკო დაუკარ ფაიტოჩიკ გარეკე. ნუ ამას არ უნდა განმარტება ნუ რასთან გვაქვს საქმე ხო? ანუ პრინციპში არაფერი ახალი არ ხდება რა, აი დღევანდელი ამით იცვლება პრინციპში ყველაფერი რაღაც მეორდებასავით, ოღონდ უფრო და უფრო მახინჯი ფორმებით კიდე რას მე ვაკვირდები რა, მაგაშიც უკვე ნიჭი ეკარგებათ სამწუხაროდ.
აი ყარაჩოღელის ერთ სიმღერაო შენ არზრუმის ცისკარი ხარ გულნარა მანათობლად აღმოხდარი გულნარა კინტო თავის ოჯახსაც არინდობს ნახეთ ჩემი ცოლი ანანა ხამწყალობს და ხანარა ეხა გასაგებია რასაც გულისხმობდნენ და გულისხმობდა ალბათ და ამას აღარ უნდა ხა ჩავეძიები აი ყარაჩოღლის მუსიკა დუდუკი ყოფილა კინტოსი არღანი ყარაჩოღლის რეპერტუარი ნაჭერ ღრუბელ მოდის მაღლაციდან დაბეჭდილი წიგნი მომდის საყვარლისგან თვარევ დამწვართ იმედო და ნუ რომანტიზმი ძალიან ფართოდ იყო მათში როგორც ჩანს კინტო ამ სიმღერებს ასე ასრულებს ნუ არ უსულებს უფრო სწორედ ნახეთ ეს გარუსულება ხდება ხო არ გეცნობათ ეხლა მაშინ რუსეთი იყო და დღეს ცოტა სხვა ექსპანსიები არის ლინგვისტურად არა აი კუსო ობლაკიძოტო სვისოკ ნებესაო და ასე შემდეგ ახ ლუნა ჟარენიხ ნაძეჟდა ნუ ჯერ გრამატიკულად სამხილველად შეცდომებია და სხვები ნუ რაღაც ნაცნობი სიტუაციებია და მეთანხმებით არა ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი არ ამგონია ჩინური ყოფილიყო როგორც ჩინური ღვინო ესე იგი გამოსაჩენია ალბათ შეიძლება ჩინურიც იყო იმიტომ ჩინური ჯიეთან დაკავშირებული შეიძლება იყოს მე არ ვიცი ხა დღეს როგორ გაწარმოებენ არა რა ხარისხისას მაგრამ მაშინ ჩინური ვიცი რომ ძალიან ძვირფას თითულებოდა მათი ფაიფური და ასე შემდეგ თიხის ფილა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა. კინტო არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელებიო. იგი უარყოფს კამარიან ჭიქებსაც და უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდან სვავს. კინტო ნამარდია, ეს ნამარდი გასამართებელია სიტყვა, ეცით შემდეგში უკვე სულხან-საბა ლექსიკონიდან დავიდო და უცებ უნდა ჩავეძიო ამ სიტყვებს. ყარაჩოღელი ჯომარდი, მათი აღებუცემობის დიალოგიც კი სხვანაირია. თავის მუშტარსაც 1000 გვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნება, მაგალითად ნუ გვინდა, ნუ რა სიტყვა, ნუ გვინდა რა. ანუ ნუ გვინდა მრავლობიჩი თუ რას ნიშნავს ვერ გავიგე რა, ნუ გვინდა. ყარაჩოღელის სიტყვა პასუხი კი ამ შემთხვევაში ჭუის სალესავია. მაგალითად ყარაჩოღელთან მიდის დედა, რომელსაც თან ლამაზი ქალიშვილიც ახლავს. რაღაცის ყიდვა უნდათ. რაგრის შვილო დავშტე კითხა ხო ეს საკონური 8 აბაზი 6 აბაზად არ შეიძლება აი მაგალ ყარაჩოღელი შეეკითხებოდა თუ ეგ ქალი შენი არის დედი შვილია შვილო მაშინ შეიძლება აი ამ სინამდვილიდან აღებულ პატარა ფაქტიდანაც ნათლას ჩანს თუ როგორი ეშხის და მარიფათის ადამიანი იყო ძველი თბილისის ძველი ყარაჩოღელი კინტოს მოსრებული სიტყვა გაცვეთილი ფრაზაა 1000-ჯერ ნათქვამი შაბლონური ყოველთვის ორჭოფული შიშარა და შიშველი ნუ აი მეტი დახასიათება რა გინდა შიშარა და შიშველი სიტყვა ნუ აი გადასარევია რა ბრავო ყარაჩოღელის სიტყვა კი თამამია და გულუბრყვილო ერთადერთი რაც გამოჰყავთ კინტოებს ყარაჩოღელებისაგან მიმიკური ირონია აი ეს წარმომიდგენია რასაც გულისხმობს აქ რა მოგონ თქვენ თვითონაც დასანახიაო ხო აი კარგად არის აღწერილი მისი მიმიკური ირონია ძველად ყარაჩოღელებს ჩვეულებად ჰქონდათ წამწამს გამოიძრობდნენ და ქვაზე დანაყავდნენ რა საინტერესო წესია ნიშნად მუდმივი ოხჩუმობის ძმობას ნიშნავს კინტო კი ასე ხოტონიკობს რა ეს თქვა ეს ხოტონიკოს მეგობარი რომ კარგი იყოსო ღმერთსაც ეყოლებოდაო რა ხედავთ რა რასთან გვაქვს საქმე ყარაჩოღეს მობერს და ყავახანები და ტრაქტირები ნუ ჩვენი ბარები ალბათ და კლუბები ესე ვთქვათ მასაც უნდა ზევით ავიდეს რომ წყალებში უწერია ზევით ასვლა ალბათ იგულისხმება უფრო რაღაცა უფრო რომანტიულისკენ და უფრო მეტი სულიერებისაკენ ხო აი დალოცვილო როგორ თურად მაჯავრებს გული მტკივა მინდა გაგიზიარო რათა ძმაო ერთი მითხარ ისთვისა მე ტრაქტირში შენ თეატრში იარო შვენიერია რა კინტო კი თავის პარტნიორს ასე ეუბნება რა ხოჯივანკში მატურები რომ არის იქ ამოდი ვითამაშოთ ყომარი ნუ გასაგებია ყარაჩოღელი ხშირად თვით იგონებს 1000 გვარ გასართოს რომელიც მე ადათებში გადადის აი ამ ადათებსაც ვნახავთ რა საინტერესო როგორ ერთობოდა თბილისი ნუ აი არ ვიცი ნუ აი შემდეგ თავებში მაგას მიმოვიხილავთ კინტო კი სპობს ამ ადათებს აი ნახეთ მავნებელი რა მაგონებს აი დღევანდელ ეპოქაში არიან ეგეთები რა მიმდევრები კინტო სპობიები ესე ყარაჩოღელის სპობიები ესე რომ ვთქვათ რა მისი გასართობია ყომარი ბილციტყვაობა სოდომ გომორის წოდვა და ის ხელმურუშება რომელზედაც ჩოთა სიტყვა სვეტკრისტრაუსანში არის ეს სხვათა შორის ნახსენები ამ უკანასკნელზეც
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიან. ენა დავშრების მსმელისა ყურნისსა დავალდებიან. თქვენ ხელობანი ქვენანი, რომლისა ხორცს დახვდებიან, მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბდებიან. რა პირობები უწყობდა ხელს ამ წოდებათა წარმოშობას, აი კინტოს და ყარაჩოღელს გულისხმობს. ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა, ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა ქართლის ცხოვრების სიტყვით ქალაქი თბილისი ჯერეთ არასრულად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა. ყარაჩოღელის სინთეზია ქართულ-სპარსული ურთიერთობისა და საზოგადოდ აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა. აი ყონაღობაც ეს ძვადდაფიცობას ნიშნავს აგრეთვე ესეც საინტერესო სიტყვა მივიწყებული. კინტოკი შექმნილია შერეულ ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. ნუ აი ეს არის თავარი სატკივარი მაშინაც და დღესაც, ხო? აი ხელობა საერთოდ აღარ არის ჩვენთან, ხო? აი ყველაფერი შემოდის, ანუ აღარ იქნება არაფერი და ვაჭრობაზე გადასული, ვიღაც გაკეთებული ჩამოაქვთ აქ და ფასნამაც ადებენ და ეს არის მთელი ესე ვთქვათ ჭალებში ხელოვნება აი ამ საშინელების მე ესე ვიტყვი. კინტო როგორც სუღლუთი მცირე უნარის და მცირე მოთხოვნილების პატრონი კმაყოფილდება ორგროშიან მოგებით, რომელსაც დიდხანს ჯიბეშიც არც კი იჭერებს. ან იმ დღესვე ფლანგავსო, ან მიკიტის ტახტთან, ან ხომარბაზებში აგებსო. როგორც რუსეთში იყო ბასიაკი, ესე იგი ლოთი მწიგნობარი, პარიზში თავისებური ტიპი აფაშკე, მგონი ესე იკითხება ფრანგულად. ესეც ჩვენმა თბილისმა მხოლოდ თბილისმა წარმოშვა ეს ბედასლი, თავნები, პაჟარნი, ლევანდი და დაუდევარი ტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით მაინც და მაინც სიბოროტის ჩადენა არ შეუძლია. აი მეტი რაღა უნდა გადმოსცეს სიტყვით, მე არ ვიცი რა, ეს სიტყვით ყველაფერი ითქმის, დახატა, მუსიკას ჩამესმა, ის ქალაქის დავინახე, ეს უკუღმართი მისი ცხვირპირის დავინახე და აი არ ვიცი ხო, აი მშვენიერია რა. აი შედევრად მიმაჩნია მე ეს კვლევა, ეს მატიანე, ეს არ ვიცი, ნუ თელის ისტორიები. მოკლედ დღეს ახლა მე გადავწყვიტე უკვე მოკლე ვიდეოები შემოგთავაზოთ და მე გამარჯვე შემდეგ ასე ვთქვათ სერიებში, ხო, შემდეგ ჩარტვებში და შემდეგ ვიდეოებში. და ძალიან დიდი მადლობა. აბა დროებით.